მოგვეცეთ. ეს თავი მოაზრეჭი რა გაწყვეტ. ესაც თავი. არ გადავარდა სიგარი. გამოყარე თუაში. ხელით ამოიღე, ხელით ამოიღე, ხელით. აგერ უყურე, აგერ. всё. მოსიო. всё, დაიღე. ეხა კამერაში. всё. ეს არის კიდევ ერთხელ ბათუმელების ლაივში. ეს ბათუმის 99 საარჩევნო უბანია, სადაც ხმების დათვლა. ეს ახლა ხანდა დავიხიო, უკან გავიდეთ და ვუყურებ იქიდან. მოგხსენებათ, რომ ეს შუალედური არჩევნებია, რომელიც დღეს 2 აპრილს გაიმართა ბათუმის მეოთხე მაჟორიტარულ ოლქში. ბათუმის მხოლოდ ერთი საკრებულოს ერთი წევრი იყო ასარჩევი და ეს ერთგვარ გადამწყვეტი არჩევნებია, რადგანაც ამ არჩევნების შემდეგ გაიყო ბათუმის საკრებულოში უმრავლესობა ქართველებს, თუ საკრებულო იქნება ოპოზიციური. დაიწყო ხმის ათვლის პროცესი, შეგვიძლია მივედევნოთ თვალი 99-ზე ხმის ათვლას. ეს პროცესების დასახელებასთან ახლოს მდებარე საარჩევნო უბანია. ეს შემოხატული საერთოდ არ არის? საცაკეთაა. 5 41
Ormuz da erti.
ხუთი, ხუთი, 41, 41, 41, ხუთი, 41, 41, ხუთი, 41, 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 ხუთი, 41, 41, 41, 41, ხუთი. აქაც ორივეა შემოხატული. 41, 41, ხუთი. 41, 41, 41, 41, აქ არცეთი არ არის. 41, 41, 41, ხუთი, 41, ხუთი, 41, 41, 41, ხუთი, 41, ხუთი, 41, 41, 41,
ლია მომისა ლია ცილია აკა პროცესს მოგდალია ლია ერთი ბოთლი მოიტევია მე მომკენ მაშინ ჩიკა მოიტევი ჩავუსვარ
ხუთი, 41, აქ ორივეა შემოხაზული. 41, 41, 41, ხუთი, 41, 41. 5 აქ არც ერთი არ არის შემოხაზული. 41 ვერ მიხდის. 41 41 41 41 ხუთი 41 41 ხუთი 41 41 41 41 41 41 ხუთი 5 41 41 ხუთი 41 გამოუშვი. ხუთი 5 41 41 41 კაცრავა, შეიძლება წყალები ვაწოდო. 41 უდიში. 5 41 დიაგრება 5 41 აქ ორივე გადახაზულია. 41 41 41 41 41 41 41 41 ხუთი 41 ხუთი 41 ხუთი 41 41 41 41 ხუთი 41 ხუთი 5 41 41 ხუთი 41 ხუთი 5 41
41 აქ ორივე შემოხაზული 41 აქ ორივე შემოხაზულია 41
ადამიანი ხარ თუ გასასწორებ ხარ ერთ წამით. 41 41 41
ხუთი, ხუთი, ორმოცდაერთი, 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 ხუთი, ორმოცდაერთი, 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 მოასწროს იმ აპარატმა, რა ვიცი, ხომ ვინმე რამე არ თქვა საწინააღმდეგო. ორმოცდაერთი, 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 ხუთი, ორმოცდაერთი, 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 ხუთი, 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 ორმოცდაერთი, ორმოცდაერთი, ხუთი, ხუთი, ორმოცდაერთი, ორმოცდაერთი, ხუთი, ორმოცდაერთი, 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 ხუთი, ორმოცდაერთი, ხუთი, 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 ორმოცდაერთი, ორმოცდაერთი, ხუთი, ორმოცდაერთი, ხუთი, ორმოცდაერთი, ხუთი, ორმოცდაერთი, ხუთი, ორმოცდაერთი, 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 ხუთი, ხუთი, ორმოცდაერთი, 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 ხუთი, ორმოცდაერთი, ხუთი, ორმოცდაერთი, ხუთი, ორმოცდაერთი, ხუთი, ორმოცდაერთი, ხუთი, ორმოცდაერთი, 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 ხუთი, ორმოცდაერთი, ხუთი, ხუთი, ორმოცდაერთი, 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 ხუთი, ორმოცდაერთი, 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 ხუთი, ხუთი, ორმოცდაერთი, ხუთი, ორმოცდაერთი, ხუთი, ორმოცდაერთი, 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 ხუთი, ორმოცდაერთი, ორმოცდაერთი, ხუთი, ხუთი, ორმოცდაერთი, 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 ხუთი, 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 ორმოცდაერთი, 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 ხუთი,
რეგისტრატორები 41 გულები და სიყვარულები 5 ეს არის ბათილი ბიუჯეტი ყველა გადახაზულია 2 შემოხაზულია აქაც ორთავია შემოხაზული ბათილია ნუ არ ვიცი გადახაზული თუ რაც არის ეს არის ორივე გადახაზული არც ერთი არ შემოხაზა ორივე შემოხაზა არც ერთი არ შემოხაზა არც ერთი არ შემოხაზა ორივე შემოხაზა გააფერა და ხო არც ერთი და აქაც ორთავი 12-ია? ხელია
12 უნდა იყოს. 3 4 5 6 7 8 9 10 11 და 12 აპარატმა ასე თქვა 12 და დაემთხვა. ზუსტად დაძდა. ოჩახ აპარატს. აპარატმა ასე. ესე იგი მონაცემი არ შეიცვალა. ისა სოფო კამერას ეფარე. ბათილი 12 შეიძლება ხელმოწერა რო იყო როგორ ხელმოწერა რო ხოდა ახლა მოწერა მეწერა რო იყო და გადაიღე. ჩაიტევა ხო 12 ამაში. ოდიში. აი ჩაიტევა ხო ის 12. იგი კარგი დავითვალოთ ერთ-ერთი დავითვალოთ ერთ-ერთი. დიახ დავითვალოთ თუ გინდა ის. თუ ნომერი დავითვალოთ. დავლუქავ მაგრამ და მოაწევრო დასწრე ბოლოს რამდენი მოგჩათ? ოდიში რამდენი მოგჩათ ბოლოს? ნაშთი რამდენი მოგჩათ? ერთი არა ერთი კაფა 1 2 3 და თქვენთან? თეთი ნაშთი რამდენი მოგჩა? იქ რამდენი მოგჩა ნაშთი? 10-ად რო დააწყვე რამდენი დაგჭირ? 10 და 3 არა 13 უნდა იყოს. არა შეიძლება 15-ია შეიძლება ერია შეიძლება სადღაც აი ხამე ჩემს სწორი გამოვიდა სამი მოჩა ავიდა 93 და სწორად გამიწვია მაშინ თქვენთან მოვჩენილიყო 5 უნდა მოვჩენილიყო. ის არა ილიოს. ეს არ არის მაშინ ზუსტად დაემთხვა აპარატი. კაი მაშინ დაითვალეთ მაგრამ ხაიდან გადავამოსდი. გადავიტყვით ხო? ასტეპლებდება ისეთი? ასტეპლებდება? ასტეპლებდება? დაისკრებება დასკრებება. მე მგონი დავსკრებოთ ჯობია სკრებები ხო სადა სკრებები ოღონდ გადავამოწმეთ და დასკრებება. ის კი მაგისტრატა ხო მეტანა არა ილიოს ახლა. ესე მაგიდან წვია. როგორც ხედავთ, კომისიის პროცესი დასრულდა, ბათუმის 99 საარჩევნო უბანზე. ეხლა ხალხი გადათვლიან უკვე ცალკე გადადებულ ბიულეტენებს და საბოლოო შედეგებს გამოაცხადებს კომისიის თავმჯდომარე. ეს გახლავთ 99 საარჩევნო უბანი ბათუმში. აქ სულარის როგორც ჩვენ ახლა ვუყურებთ სადემონსტრაციო ბოქს ამ ჩოთარავდნენ ისულიყო 2015 და მონაწილეობა მიიღო ამ უბანში 1100 აუდიტორმა. სულ ორი კანდიდატი მონაწილეობდა, როგორც იცით, მათე ფუტკარაძე ნაცნობრივ მოძრაობიდან და რამაზ ჟინჭარაძე, აი აქ უნდა ჩაწეროს კომისიამ ეხლა უკვე დათვლილი ბიულეტენების რაოდენობა. რომელსაც ჩვენ მალე მოვისმენთ. შეკრა დარიე? გიგმა კი მაგრამ აი არ დაშვები ეს საფეთი მომეცი საფეთი მომეცი და ანტილოა საფეთი
ხათეთ კი არის მაქარამე? აი მოა. გამორთულია და რა. არა, ჩართვა. კი, ჩაბერა. მე რამდენი დამორჩენა და ახას მე მგონი ამ თუ დავკრებო ხმში ცხოვრობ რომ გავაგზავნოს და მოვატანიო და გეისტაპლეტი აი არ უნდა სტენდერტ როგორც აი ისე და სტენდერტი და არა უშავს თუ არის შლება არა უშავს საერთოდ სამოიდან ამ დამთავრდა უები არა. მეორე პატარებია და პატარები ვერ გაჩავს აქ ვარ, მაინც არ მივდივარ. ერთი წელი აგერა. ოდნა კი გამოზე ბალანსი. კი მაინც გადავხვალე. მაგარი ეჩა. კიდე ბალანსი უჩია. აი თქვენ ხო კი ზუსტად ისე ბატონო დარია, რამდენიმე უბანზე შუქი ჩაქერდა, მაინც აწვიყოთ რაღაცა, განაცხად გაიწვია. ჩაკლება. ჩვენ დავამთავრეთ იმეტაპებში ამერტა ჩახრა აკეთებს ჩახრა ყველასე ჩახრა ხოდა ჩანდაგანმა რომ ტელეფონი გამოდონ ამაზე მეტი შუქი გვექნება ამდენი მოგჩათ ხუთი უნდა მოგჩათ რა ეს ზუსტად აი აი ამასაწონია ოჩა ხაპარა რეგისტრატორი თავის 12 კი გთხოვის დათვლის პროცესი დასრულდა, უკვე საბოლოოდ ჯამდება მონაცემები, რომელსაც უკვე კომისიის თავმჯდომარე გამოაცხადებს. ეს ადემონსტრაციო ქონია, რომლის მიხედვითაც ხედავთ, რომ ბათილი ბიულეტენების რაოდენობა გახლავთ 12, სულ 1100 ამორჩეველი მონაწილეობდა არჩევნებში და 2015 ამორჩეველი ამ ბაზის ბათუმის 99 საარჩევნო უბანია, რომელიც ოცნების ქალაქთან ახლოს არის და როგორც მოიხსენებათ, ოცნების ქალაქში არჩევნები რამდენიმე დღით ადრე 400-მდე ახალი ამორჩეველი გააჩნდა, ანუ 400-მდე ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში ცხოვრობდა ამ ტერიტორიაზე, ეხლა გავუჩნდეს რომ გაგვდარიყო ბათუმის ამორჩეველი, რეგისტრაცია გაიარა და მიიღო მონაწილეობა ამ არჩევნებში.
მე შეგახსენებთ, რომ ეს შუალედური არჩევნებია ბათუმში, რომელიც დღეს 2 აპრილს გაიმართა და ამ არჩევნების შედეგებზე დამოკიდებული ბათუმის საკრებულოს მომავალი პირველად მონაცემებით ამ უბანზეც და ზოგადად იმარჯვებს რამაზ ჟინჭარაძე, ქართული ოცნების კანდიდატი და სწორედ ამ არჩევნების ერთი დეპუტატი იყო ასარჩევი, რომელიც იქნება დამოკიდებული უკვე საკრებულოს უმრავლესობაში ვინ იქნება ქართული ოცნება თუ ნაციონალური მოძრაობა, ოპოზიცია. ცხრა და ხუთი. დიახ, როგორც იყო აპარატის ნათქვამი. ანუ 295. ხო, აპარატსაც ესე ხო, მოწოდეთ, ალუქავთ კი. თქვენ ამაზე დაითვალეთ, ის და დაგილუქავთ იმა. ეს არის მათე ფუტკარაძის ხმები ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი მანამ უბანზე 295 ხმა იყო, ეხლა კი შეეჯამებენ ქართული ოცნების. თუ გინდათ იქ გადადეთ, პირველ ადგილს დაიკავეთ და უფრო გამოჩნდეთ. საბოლოოდ. ეს დალუქული კონფლიქტი გადავიდა. ბათილია? კარგი. აი ბათილი დაუკონდეთ. და ხუია რა? მე ჩავდე. ხო დააზაპროექტი. ისა გადავთვალოთ თავი და რა ვიცი. ზუსტად ხუთი მოგჭათ, მაშინ აზრი არ აქვს და. აზრი არ არის. სამი მოგჭა, ხო? ხო, სამი თუ მოგჭა სწორი იქნება? სამი, ხო. კი ბატონო, სწორი იქნება მაშინ. აგერ გადები ახლა დათვალე, თუ გაეძვება.
არა ჩავაბარე უფრო სწორად. ჩავაბარე. მედი არ დავიწყე. არის მაგაში ტყვეები? ის ხარა ტყვეები არის. Senden olsun ya, bu bir artık var ya. Ki konvertden muhabbirler götürüyor. Konvertden muhabbirler götürüyor. Jamshi 1100. 1100 და კონვერტები მომეცით? აი დალუქულ მაგას ამას ხელი მოვაკეთე და ის ორ კონვერტი დალუქე. აია Asta
Dato dei kiti ama. Mesela ne yapıyor? Sen sanatçı mı? Sakın yok o kadar. Anlatıyla etkileyici ama tavsiye. Tak, Ramden çalıyor. Ramden. Bu da Samet. Orası olmadı. Orası Samet. Samat gafam. Ha? O Samet yok. Orası Samet ya. Bu hakkında tecrübe var. ერთი და Oraya gitmesi ya. Orşi o tavsiye. Soko მეტი არ არის მომენტი. ერთი დორში უნდა მოთავსდეს, თორე და მესამე. არა, სამი ცალი არის. არის სამი ცალი. დაგიავა 793 და 3-ზე დაგამოდის. 250-დან ხმობიდან 300. 260 და Orası çeva, orası 56 da mesafesi çeva. Orası 213 da. Orası Samet'de var. Orası Samet'i çalıyor. Orası Samet'i çalıyor. Orçi metin çalıyor. Saması koman kalıyor. Saması çalıyor. Demiyor şey darısa darıyor. Saması çalıyor. Demiyor. Asıl çalıyor da. Ne öyle çalıyor bir de ben. Arası yok. Ramden iyi yani. Saması çalıyor. Orası orası. Asıl. Uçurდება და 60 ჩავდოთ ჯობია. 50 ჩავდოთ. 60 ჩავდოთ, 60 და Orası 60 çalıyor. Orası çalıyor. Çao. Çao, çao. Tabii, hayır. Orada bir მომეცი კიდევ ასე აგერ ხო ასე. მე ასია. აგერ 200. კი, მაგაზე მოაკეთე. შენ არანჩანი აკაცასი კი და 283 და 283. საათზე სათითაოდ ყველა. სოფო მოაწევი თამას და სოფო გააწევი სახა 253. აი, დაახოთ. სოფოს 283 დააწერეს მაგრამ 283 დააწერია. 260 მაშინ 260 და 283. 263 დააწერება.
აქ არის 260. იქა. 260-ია მაგ. აქ ორივე 260. მათი ხალი მისი ხელნაწერია ჩემი ერთნაირი თეონას მიეცეს მაშასე ბატონებო, ერთობით ყურადღება გიგეთ თუ შეიძლება დავასრულოთ დათვლა და მინდა გამოგისხადოთ შედეგები. მივიღეთ სულ ეს ამომრჩეველთან რამდენიმე 1100, მათ შორის 12 ბიულეტენი აღმოჩნდა ბათილი, 5 ნომერი მარტერ კიკალაძეს მის 295 იხმა და 50 ნომერი რამაზ ჯიჭალაძეს 793 იხმა. ვიდრე გაიგე? შიდაგდას 12 ბათილი. ამით ხდება პროცედურა დასრულებულია. ეს იყო ბათონის 79 ოლქის 90 საარჩევნო უბანი. მუშაობა დასრულდა ბათონში. წარმატებები ჩვენს ქვეყანას. 11 არა საათი. წარმატებები ყველა ეს უკვე ემოციებია მაშინ რაც კომისიის თავმჯდომარემ საბოლოო შედეგი გამოაცხადა ამ კონკრეტულ უბანზე ამ უბანზე უბანია შიდას 43 ამაში ჩარეზე ეს ვიდეო შუდაზოგადოებრივი ხმამი რამაზი ჭარაძე მის არის ქართული ოცნების დეპუტატობის კანდიდატი, ხოლო 295 ხმამი იყო მათე ფუკარეძემ, ის გახდა ნაციონალური მოძრაობის დეპუტატობის კანდიდატი. ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა არა უნდა წავიღო მე ხოლო თრიალობაში ამ საარჩევნოზე ამ ერთ-ერთი გახდა 2015 ადამიანი არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 1100 ამომრჩეველმა, როგორც თქვენ სადემონსტრაციო მოქმედან კომისიის წევრებმა გამოდით ყველა მაგერ. როგორ საერთო შედეგი როგორი იქნება არჩევნების საარჩევნო კომისიამ დაასრულა მუშაობა 99 უბანზე ეს ბათუმის მეოთხე მაჟორიტარული ოლქია, სადაც უკვე დაასრულა არჩევნები. როგორც ცნობილია, მხოლოდ ერთ მაჟორიტარულ ოლქში გაიმართა შუალედური არჩევნები 2 აპრილს, ანუ დღეს და შეერჩეს ბათუმის საკრებულოს ერთი წევრი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და გადამწყვეტ არჩევნებად მოიხსენებენ ამ არჩევნებს, როგორც ცნობილია, რადგანაც ამ არჩევნების შედეგზე დამოკიდებული ბათუმის საკრებულოს უმრავლესობაში იქნება ოპოზიცია თუ იქნება ისევ ქართული ოცნება.
ეს სიზუბანია, მე კიდევ ერთხელ გეტყვით, სადაც ოცნების დასახლებაზე და ოცნების ქალაქთან ახლოს არის ეს საარჩევნო უბანი, როგორც ცნობილია, ამ კენჭის 9-მდე, რამდენიმე დღით ადრე 400-მდე ახალი აუმრჩეველი გაჩნდა ამ კონკრეტულ უბანზე, ანუ ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ ოცნების ქალაქში, მაგრამ არ ჰქონდათ მისამართის რეგისტრაცია ბათუმში. ისინი ითხოვდნენ ამ რეგისტრაციას წლების განმავლობაში, მაგრამ ამის საშუალება არ მიეცათ. ამ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ასეულობით ადამიანი ოცნების ქალაქიდან გახდა უბნის აუმრჩეველი. ქართული ოცნება ცდილობს ამის წარმოჩენას ისე, რომ ამით განსაკუთრებული არაფერი მოხდება და ამ ადამიანებს გაუჩნდათ თავისი სურვილი, რომ გამხდარიყვნენ ამ უბნის აუმრჩევლები, თუმცა ოპოზიცია მიიჩნევს და არ მხოლოდ ოპოზიცია, არამედ არასამთავრობო ორგანიზაციებიც ამბობენ, რომ ეს სერიოზულად ჭობს ბადებს მსგავსი ტენდენცია, როცა წლების განმავლობაში ადამიანები ცხოვრობენ კონკრეტულ ლოკაციაზე, ხოლო შემდეგ წინა საარჩევნო გამონაკლისით ადრე ასობით ადამიანი ხდება აუმრჩეველი კონკრეტულ უბანზე და საერთო შეფასებით საჯარო რეზერვმა დაარღვია კანონი, ხელისუფლებამ დაარღვია კანონი, რადგანაც ამ ადამიანები ასობით ადამიანი 400-მდე აუმრჩეველი ჩაწერეს მისამართზე კიდევ ხალხში 198 მიმდებარედ. ანუ არ არის დაზუსტებული საცხოვრებელი მისამართი, ხოლო საერთოდ გამარტავს, რომ საცხოვრებელი მისამართი უნდა იყოს კონკრეტული და ზუსტი და ამის ვალდებულება გააჩნიეს საჯარო რეზ კანონის მიხედვით, მაგრამ ეს კანონის ეს მოთხოვნა არ შეასრულა საჯარო რეზმა. საერთოდ ასევე მიიჩნევს, რომ შესაძლოა ადგილი გქონდეს აუმრჩეველთა მოსყიდვას, ან აუმრჩეველთა ზეწოლას, მაგრამ ამის მიუხედავად გამოძიება არ დაწყებულა. იმის მიუხედავად რამდენიმე დღის წინ გაჟღერდა ამ ფაქტის შესახებ და ეს არის კონკრეტულად ის უბანი, სადაც აუმრჩეველთა რაოდენობა გაიზარდა, ეს არის ოცნების ქალაქთან ახლოს მდებარე უბანი, 99 უბანი, სადაც ჩვენ ვადევნებით თვალს თუ როგორ ჩატარდა ამ არჩევნები და ასე ხმის დათვლის პროცესს თქვენ ნახეთ ჩვენს პირდაპირ ეთერში. ეს იყო ბათუმის 99 საარჩევნო უბანი, ხოლო ეს არის ბათუმის მეოთხე მაჟორიტარული ოლქი, სადაც დღეს 2 აპრილს შუალედური არჩევნები გაიმართა. ამ არჩევნების შედეგზე იქნება დამოკიდებული ბათუმის საკრებულოს პოლიტიკური მომავალი, საბოლოო შედეგი ბუნებრივად ჯერ ცნობია და ვინ შევა ბათუმის საკრებულოში, რამაშინ ჭერაძე თუ მართა ფუტკარაძე, უკვე ამაზეა დამოკიდებული ბათუმის საკრებულოს მომავალი მკითხით თუ ვინ იქნება უმრავლესობაში. როგორც ცნობილია, შუალედური არჩევნების გამართვა მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, როცა გარდაიცვალა ნუგზარ ფუტკარაძე. ნუგზარ ფუტკარაძე 2 ოქტომბრის არჩევნებზე აირჩიეს სწორედ ამ მაჟორიტარულ ოლქში, მაგრამ ის ბათუმის საკრებულოს შეკრებამდე გარდაიცვალა. ნაციონალურ მოძრაობამ გაუცხადა აუდიო ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც ცდილობდა გარკვეული ჯგუფები რომ მოესყიდათ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი ნუგზარ ფუტკარაძე და მას ეხდებოდა ზეწოლა. ამ ფაქტების გასაჯაროების შემდეგ დაიწყო მართალია გამოძიება, თუმცა გამოძიებას ამ დრომდე იმის მიუხედავად რომ 5 თვეზე მეტ დრო გავიდა, გამოძიებას არ დაუდია კონკრეტული შედეგი თუ რა გახდა ნუგზარ ფუტკარაძის დეპუტატის გარდაცვალების მიზეზი და ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების შემდეგ დაინიშნა შუალედური არჩევნები. ამავე პერიოდში ასევე კიდევ ერთი დეპუტატი, რომელიც გახარიეს პარტიიდან შევიდა ბათუმის საკრებულოში, ირაკლი თავდვირიძე გახდა დამოუკიდებელი დეპუტატი, მაგრამ თქვა რომ ის არ დაუჭერს ოპოზიციას იმ მხარს. ხელმძღვანელობისათვის ნუგზარ ფუტკარაძეს იმ ცნობილ აუდიო ჩანაწერში, რომელიც გავრცელა NMM, მას თხოვდა რომ გახარიყო დამოუკიდებელი დეპუტატი, ნეიტრალური დეპუტატი, რაც იმ მოცემულებაში ნიშნავდა იმას, რომ რეალურად ოპოზიცია კარგავდა უმრავლესობას, ხოლო 2 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ოპოზიცია მოიპოვა სწორედ უმრავლესობა ბათუმის საკრებულოში. ახლა კი როგორც ჩანს ეს მოცემულობა იცვლება და უმრავლესობა ექნება ქართულ ოცნებას, ასეთია წინასწარი მონაცემები და ეს კონკრეტულად ბათუმის 99 საარჩევნო უბანია, რომელიც ოცნების ქალაქის დასახლებაშია ფაქტობრივად და სწორედ აქ წელს უპრეცედენტოდ მაღალი რაოდენობა იყო აუმრჩეველის, როგორც ცნობილია, როგორც წესი 1500-მდე აუმრჩეველი უნდა იყოს ერთ უბანზე, მაგრამ ამ შემთხვევაში ამ უბანზე 2000-ზე მეტი აუმრჩეველი გამოვიდა, იმიტომ რომ დაახლოებით 400 აუმრჩეველი დაემატა ამ უბანს, ანუ ოცნების ქალაქში ვინც ცხოვრობდა წლების განმავლობაში, ეხლა გახდა აუმრჩეველი. ოცნება რომელიც არ არის კავშირში არჩევნებთან, ხოლო არასამთავრობო ორგანიზაციებს, მათ შორის SAIA-ს უჩნდება ეჭვი, რომ საქმე გაქვს აუმრჩეველის იძულებასთანაც, ვინაიდან ოცნების ქალაქში, როგორც ცნობილია, შენდება რამდენიმე ახალი საცხოვრებელი კორპუსი, ადამიანები იღებენ დაპირებას, რომ მიიღებენ ამ კორპუსში საცხოვრებელ ბინას და მათ ამავდროულად არ აქვს ზუსტი ინფორმაცია, თუ ვის მოუწევს ბინა
ოცნების ქალაქში აშენებულ ბინეში. ასეთი შედეგია 99 უბანზე, ეს არის წინასწარი შედეგი. ნახოთ როგორ გამართლება პროცესები და როგორ იქნება არჩევნების საბოლოო შედეგი. ადევნით თვალი ჩვენს ვებგვერდებს ბათუმელები G-დან გაზეთი G. დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად. მადლობა ყურადღებისთვის. დროებით. ასე ნამეტანი მაგიდასთან გამოვიწიო, მოვასწორებო სოფელსა.